აქტია. მაგიაველი ამას სტრატეგიულ თვითმკვლელობად თვლიდა. მის სამყაროში და იმ რეალურ სამყაროში, რომელშიც დღეს ცხოვრობთ, ენერგია ამოწურვადი რესურსია, ძალაუფლება ამოწურვადია, დრო ამოწურვადია. როცა შენს რესურსებს შავხრელში ასხამ, შენ უბრალოდ კი არ კარგავ მათ, არამედ აქტიურად აფინანსებ საკუთარი მომავლის განადგურებას. წარმოიდგინე გემი. მას აქვს შეზღუდული სივრცე, შეზღუდული მარაგი. თუ ბორტზე ყველას აიყვან, ავადმყოფებს, შეშლილებს, დივერსანტებს, გემი ნავსაყუდელად კი არ იქცევა, ის ჩაიძირება და ყველა მოკვდება. უდანაშაულოებიც და შენც. გემი რომ გადაარჩინო, დაუნდობელი უნდა იყო იმაში, თუ ვის აძლევ გემბანზე ამოსვლის უფლებას. ეს არის თერაპიული სიბნელის კონცეფცია. ეს არის გაგება იმისა, რომ ზოგჯერ ყველაზე მოსიყვარულე რამ, რაც შეგიძლია გააკეთო, არის მისცე ადამიანს უფლება და ეცეს ფსკერზე. რადგან ფსკერი ერთადერთი ადგილია, სადაც ილუზია იმსხვრევა, სადაც ისინი იძულებულნი არიან ან ფეხზე დადგნენ, ან ძირს დარჩნენ. როცა მათ იხსნი, შენ მათ გაკვეთილს პარავ. არ ღვევ მიზეს შედეგობრიობის ბუნებრივ კანონს. მაშ ვინ არიან ისინი? ვინ არიან ისინი, ვინც უნდა ჩამოიჭრა? სანამ პირველ ტიპზე გადავალთ, ერთი რამ უნდა გაიგო. მე არ მალავ ფსიქოლოგიური იარაღებს ფასიანი კედლების მიღმა, მაგრამ ძალაუფლება გაცვლას ეფუძნება. მუდმივად უფასოს ძიება პასიური პაიკის მენტალიტეტია. თუ გინდა იყო ელიტური ალიანსის ნაწილი და საკუთარი ნებით დაუჭირო მხარ იმას, რაც გაძლიერებს, პატრიონის ლინკი აღწერაშია. ახლა კი ვაგრძელებთ. ტიპი პირველი. ქაოსის არქიტექტორი. პირველი ტიპი არის ადამიანი, რომელსაც მუდმივად შავი ღრუბელი დასდოს. მაგიაველი გვაფრთხილებდა უიღბლოებთან ურთიერთობაზე არა ცრუწმენის, არამედ დაკვირვების გამო. მან შენიშნა, რომ ზოგიერთი ადამიანი ბედის წერის ხერბლი არ არის. ისინი საკუთარი განადგურების არქიტექტორები არიან. შენ იცნობ ამ ადამიანს. ყოველჯერზე როცა ელაპარაკები, ახალი ტრაგედიაა. სამსახური დაკარგა. ონლაინ კაზინოში ფული წააგო. პარტნიორმა უღალატა. ბინის ქირას ვერ იხდის. თავიდან შენ გული შეგდგივა მათზე. ფიქრობ, ღმერთო, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა ამდენი იტანჯოს? შენ ერევი, ასესხებ ფულს, აძლევ რჩევას, აკავშირებ შესაძლებლობებთან. და ერთი კვირა, შეიძლება ერთი თვეც, თითქოს ყველაფერი მშვიდადაა. მაგრამ მერე ქაოსი ბრუნდება. სამსახური, რომელიც უშოვე, დაკარგა, იმიტომ რომ უფროსი ვერ იტანდა და გამოაგდო. ფული, რომელიც ასესხე, გაქრა. ახალმა ვითომ გადაუდებელმა შემთხვევამ შთანთქა. კარგად მომისმინე. ცუდი იღბალი გადამდებია. ეს მაგია არ არის. ეს ფსიქოლოგიაა. ქრონიკულად უიღბლოები არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ განსჯის უნარი, დისციპლინა და თვითშემეცნება. ისინი იღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, აიგნორებენ წითელ ხაზებს, ჩხუბობენ ყველასთან. მაგრამ აი სად არის მახე? ისინი არასდროს იღებენ პასუხისმგებლობას. დამნაშავე ყოველთვის სამყაროა, თავრობაა, ცუდი ხალხია. თუ ქაოსის არქიტექტორის გადარჩენას ცდილობ, შენ მათ ქაოსს შენ ცხოვრებაში იწვევ. მინახავს ბრწყინვალე ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს რეპუტაცია, დანაზოგი და საღი აზრი მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობდნენ დაესტაბილურებინათ ადამიანი, რომელიც არასტაბილურობაზეა დამოკიდებული. შენ ვერ გადააკეთებ ადამიანს, რომელსაც საკუთარი დაღუპვის დრამა უყვარს. შეწყვიტე მათი ქოლგა იყო. დაიხიე უკან. დაე, იწვიმოს მათზე. დაე, დასველდნენ. დაე, შესცივდეთ. რადგან მხოლოდ სიცივე მიახვედრებთ, რომ საკუთარი თავშესაფარი უნდა ააშენონ. ტიპი 2. უძირო ორმო. მეორე ტიპი ალბათ ყველაზე მტკივნეულია. ეს არის ადამიანი, რომელიც ითხოვს შენს დახმარებას, მოიხმარს მას და შემდეგ შენზე ბრაზდება ამის გამო. მაგიაველი ბევრს წერდა მადლიერების ცვალებად ბუნებაზე. უმადური ადამიანი იტანჯება ეგოიზმის ღრმა, აუთვისებიანი ჭრილობით. ის შენს სიკეთეს საჩუქრად კი არ აღიქვამს, არამედ ვალად, რომელიც შენ მას ადებ. დააგვერდი პატერნს. პირველად რომ ეხმარები, მადლიერებით იღვრება. მადლობა, გადამარჩინე, არ ვიცი უშენოდ რამე შველებოდა. შენ თავს კარგად, გამოსადეგად გრძნობ, ანკესი ჩაგდებულია. მეორედ ისინი უფრო თამამად ითხოვენ. ეხმარები ისევ. მადლობას გეუბნებიან, მაგრამ უფრო მოკლედ. მესამედ კი აღარ ითხოვენ, ისინი მოელიან. და თუ დააგვიანებ, თუ შეყოხმანდები, ღიზიანდებიან. ისვრიან პასიურ აგრესიულ ფრაზებს. მე მეგონა ძმობაში ასე იყო, ან არ მეგონა თუ დამაყვედრიდი. ეს არის უძირო ორმო. რასაც არ უნდა აძლევდე, არასოდეს იქნება საკმარისი მათ შიგნით არსებული სიცარიელის ამოსავსებად. რადგან ეს სიცარიელე რესურსების ნაკლებობა კი არა, ხასიათის ნაკლებობაა. როცა ასეთ ადამიანს ეხმარები, საშიშ დინამიკას ქმნი.
ადამიანებს კი თავისი ბნელი ბუნებით სულთ ისინი, ვისაც დამოკიდებულნი არიან. დამოკიდებულება წარმოშობს სიძულვილს. მათ სულხარ, რადგან შენი სიძლიერე მათ სისუსტეს ახსენებთ. ამიტომ იღებენ შენს ფულს, შენს დროს და ჩუმად ლესავენ დანას, რომ ზლუქში ჩაგატყვან. შეგიმჩნევია, რომ ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად დაეხმარე, ხშირად შენზე ყველაზე ცუდს ამბობენ ზურგს უკან. თუ პატარა თხოვნაზე არას ეუბნები და ისინი რეაგირებენ ბრაზით, დანაშაულის გზნობის ჩანერგვით ან სიცივით, გაიქეცი. ნუ იული, გაიქეცი. ნუ დაუხრი მარგალიტებს ღორებს. ისინი გათელავენ მათ და მერე შენს ნაკუწებად გაქცევენ. ტიპი 3. მომღიმარი დივერსანტი, ანუ the smiling saboteur. ეხლა უფრო ბნელ ტერიტორიაზე ჩავდივართ. მომღიმარი დივერსანტი ხშირად შენთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანია. ის მეგობარი, რომელიც თავიდანვე შენთან იყო, კოლეგა, რომელმაც შენთან ერთად დაიწყო, მაგრამ მერე შენ გაიზარდე, შენ მიაღწიე წარმატებას. ისინი კი იგივე ადგილას დარჩნენ. მათ ეს არ შეუძლიათ აიტანონ, მაგრამ ჭკვიანები არიან. ღიად თავს არ გესხმიან. ღია მტერი მარტივია, მისი ხმალი ჩანს. მომღიმარი დივერსანტი ხმალს ღიმილის უკან მალავს. მას სურს გადაგარჩინოს. გადაგარჩინოს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, საკუთარი ამბიციებისგან. მოусმინე, როგორ გელაპარაკებიან, როცა კარგ ამბავს უზიარებ. დამაწინაურეს. მართლა? მაგარია, მაგრამ ეგ სამსახური ხომ გსტრესავს. ჯანმრთელობა უფრო მთავარია, უბრალოდ ნერვიულობ შენზე. ან ეუბნები, ვიღაც მაგარი ადამიანი გავიცანი. კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავი. მალე გიჩნდება იმედები, არ მინდა ისევ გული გეთკინოს. გესმის? ეს არის ფარული შხამი, ყალბი წუხილი. ისინი თავიანთ შულს დაცვის ენით ფუთავენ. ცდილობენ შენს გონებაში ეჭვის მაცვლები დათესონ, რომ თავდაჯერებულობა დაგიგდონ და ისევ მათ დონეზე დაეცე. შური სულის განუკურნებელი დაავადებაა. ის ჭამს იმ ჭურჭელს, რომელშიც ასხია. მათთან გამკლავების ერთადერთი გზა დამალვის კანონია. დამალე შენი გამარჯვებები, დამალე შენი გეგმები. იყავი უინტერესო, მოსაწყენი და ტანჯული. აჭამე მათ ის უბედურება, რომელიც ასე შეიათ და შეინახე შენი გამარჯვებები მათთვის, ვისაც მართლა უხარია. ტიპი 4. პროფესიონალი მსხვერპლი. ჩვენ ახლა მივადექით ადამიანის ფსიქოლოგიის ყველაზე მატყუარა ქმნილებას. ეს ტიპი არ მოდის შენთან დანით, ის არ მოდის ქედმაღლობით. ის შენთან მუხლებზე დამხობილი მოდის. მაკიაველი მიწოდა, რომ ძალაუფლება ორი ფორმით მოდის: შიში და სიმპათია. ტირანი შიშს რენებს, სუსტი კი სიმპათიას. სიმპათია არის ნარკოტიკი, რომელიც გვერდს უვლის შენს ლოგიკურ ტვინს და პირდაპირ ემოციურ ცენტრში გეჯახება. არსებობენ გარემოებების მსხვერპლნი და არსებობენ პროფესიონალი მსხვერპლები. ნამდვილ მსხვერპლს სურს გაექცეს ტკივილს. პროფესიონალ მსხვერპლს სურს თავისი ტკივილის კულტივირება. ის ტრავმას ეკლის გვირგვინ იმით ატარებს და ითხოვს, რომ თაყვანისცე მის ტანჯვას. ის იარაღად აქცევს თავის სისუსტეს. ქვეყანა დანგრეულია, მე რა უნდა ვქნა? არ შემიძლია, დეპრესია მაქვს. ეს შემდგენ, როცა პასუხისგებლობის აღებას მთხოვ. თუ მათ გადარჩენას ცდილობ, შედიხარ თამაშში, რომელსაც ვერ მოიგებ. მათ რომ უშველო, მათი იდენტობა უნდა წაართო. თუ გამოჯამრთელდებიან, კარგავენ გამართლებას. ამიტომ ისინი შეებრძოლებიან შენს გადაწყვეტილებებს. სთავაზობ კიბეს, გეუბნებიან, რომ კლავები აქვთ დაღლილი. სთავაზობ თოქს, გეუბნებიან, რომ ხელებს უწევთ. ყოველი გადარჩენით, შენ ასწავლი მათ, რომ დასახმარებლად ყოფნა ვალუტაა. შენ მათ უხდი იმაში, რომ ავად დარჩნენ. და აი ყველაზე ბნელი ნაწილი. იმ წამს, როცა ჩერდები და ეუბნები, მეტი აღარ შემიძლია შენი დარება. კრავი მგლად იქცევა. ისინი სამყაროს მოუყვებიან, რომ შენ ისინი მიატოვე. პროფესიონალი მსხვერპლის მიმართ თანაგზნობა სიყვარული არ არის. ეს მაზოხიზმია. შენ უნდა მისცემათ უფლება, დაეცნენ. თუ ეს სიტყვები გაფხიზლებს, დროა მიიღო გადაწყვეტილება. პასიური მაყურებლის როლი სისუსტეა. იყო მხარდამჭერი და ალიანსის წევრი, ძალა. თუ მზად ხარ ფიორის უკან დადგე, პატრიონზე შენი ნაბიჯი, შენივე გონების ინვესტიცია. ვაგრძელებთ. ტიპი 5. ამპარტავანის სულელი, ანუ the arrogant fool. ეს არის სიბზნის მტერი, ზრდის მტერი და შენი საღი აზრის მტერი. ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ინტელექტი აკლია. უცოდინრობის განკურნება ცოდნით შეიძლება. ეს არის ადამიანი, რომელიც უარს ამბობს იცოდეს. ქართულ რეალობაში ესაა სუფრის ფილოსოფოსი, რომელმაც ყველაფერი ყველაზე მაგრად იცის, მაგრამ საკუთარი ცხოვრება დანგრეული აქვს. ის ირჩევს არასწორ პარტნიორებს, ებმება ფინანსურ აფიორებში, იწყებს ჩხუბს, რომელსაც ვერ ამთავრებს. შენ ხედავ კლდეს, რომლისკენაც მიდის. ეუბნები, გაჩერდი, შეხედე ფაქტებს, გადავარდები.
და რას აკეთებს ის? მადლობას გეუბნება? არა, იცინის, გეკამათება, გეუბნება რომ შენ არ გესმის. შეტყვიტე მასწავლებლობა მათთვის, ვისაც მოსწავლეობა არ სურს. ეს შენი მხრიდან ამპარტავნებაა, როცა გონია რომ სიბრძნეს დახშულ გონებაში ძალით შეტენი. მაკიაველი უფრო ცივ მიდგომას გვთავაზობს. ეს არის სიჩუმე. რეალობა სასტიკი მასწავლებელია. ის არ კამათობს, მას უბრალოდ მოაქვს შედეგები. როცა ამპარტავანი სულელი საუბრობს, ნუ შეუსწორებ. უბრალოდ დაუქნიე თავი, უთხარი, საინტერესოა და გადი უკან. უყურე კატასტროფას უსაფრთხო დისტანციიდან. ტიპი 6. მორიელი, ანუ The Scorpion. და ბოლოს, ტიპი, რომელიც ყველაზე ლოიალურ ადამიანებს უტეხს გულს, ისტორიის გამმეორებელი, იგივე მორიელი. არსებობს ძველი იგავი. მორიელი სთხოვს ბაყაყს მდინარეზე გადაყვანას. ბაყაყი ეუბნება: არა, შენ მიკბენ და მოუკვდები. მორიელი პასუხობს: რატო უნდა ვქნა ეგ? მაშინ ხომ ორივე დავიხჯობით. ბაყაყი თანხმდება. შუა გზაში მორიელი კბენს მას. როცა ორივე იძირება, ბაყაყი კითხულობს: რატო? მორიელი პასუხობს: ეს ჩემი ბუნებაა. არიან ადამიანები, ვისი ბუნება წყალატია. ეს არის ადამიანი, რომელსაც 1000-ჯერ აპატიე. გატყუებენ, პატიობ. ღალატობენ, პატიობ. რატო? იმიტომ რომ ტირიან, იმიტომ რომ გპირდებიან. გეფიცები ბოლოჯერ მოხდა, შევიცვლები და შენს კიდე დაუჯერო. მაგრამ ქცევა პატერნია, ხასიათი პატერნია. მომავალი ქცევის საუკეთესო პროგნოზი წარსული ქცევაა. როცა მორიელს თავისი ნაკბენის შედეგებისგან იხსნი, შენ მას განვითარებაში კი არ ეხმარები. შენ ასწავლი, რომ შეუძლია გიკბინოს და მაინც გადარჩეს. შენ მას შენს ტკენას ასწავლი. ამიტომ უნდა შეასრულო ყველაზე რთული აქტი, ამპუტაცია. ვერ იმეგობრებ უბრალოდ შორიდან, სრულად უნდა მოკვეთო. გეთკინება. მოგეჩვენება, რომ საკუთარ მკლავს იჭრი, მაგრამ ეგ მკლავი განგრენიანია. თუ დაიტოვებ, შხამი გულამდე მიაღწევს და შენ მოკვდები. მორიელის გადარჩენა შეუძლებელია. მისი მხოლოდ არიდება შეიძლება. დასკვნა. ეხლა ხედავ მათ. განადგურების 6 სახეს. ხედავ მათ შენი ტელეფონის კონტაქტებში. ხედავ მათ სადილზე მაგიდასთან და ეხლა გძნობ სიმძიმეს, რადგან ხვდები, რომ ამ გზის გასავლელად უნდა მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც სუსტების თვალში ცუდ ადამიანად გაქცევს. გიწოდებენ ეგოისტს, გიწოდებენ მაკიაველისტს. ძალიან კარგი, ატარე ეგ ტიტულები ჯავშანივით. რადგან რასაც ისინი ეგოიზმს ეძახიან, ბრძენები თვითგადარჩენას უწოდებენ. რასაც ისინი სიცივეს ეძახიან, ბრძენები სიცხადეს უწოდებენ. შენ უნდა გადახვიდე მხსნელიდან სუვერენამდე. მხსნელი წვავს საკუთარ თავს, რომ სხვებს გაუთბოს ხელი, სანამ ფერფლად არ იქცევა. სუვერენი აშენებს შუქურას, ის ანათებს, მაგრამ არ ხდება ტალღებში. ვისაც გადარჩენა უნდა, ის სინათლისკენ გაცურავს. ვისაც დახჯობა უნდა, ის სიბნელეში დაიხჯობა. მაგრამ შუქურა დგას. როცა წვეთ გადაუჩენელის გადარჩენას, იბრუნებ შენს ენერგიას, იბრუნებ დროს. შფოთვა ქრება, ფინანსები უნჯობესდება და ამ სიმშვიდეში პოულობ ძალას და ეხმარო იმ მცირედ, ვინც ამას რეალურად იმსახურებს. თუ ეს სიტყვები შენამდე მოვიდა, შენ არ ხარ ისეთი როგორც სხვები. გამოიწერე ფიორი და თუ გსურს გაამყარო შენი ადგილი ამ ალიანსში და მხარი დაუჭირო იმას, რაც გაძლიერებს, გადადი